საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის დადებას, ვაპირებდი დაძინებას, მაგრამ ისეთი რაღაცა გავიგე, რომ ვკანკალებ, ამიტომ არ შემჩნევ ტელეფონი რომ კანკალებს. მე არ ვიცოდი საქართველოში ისეთ ბინძურ თამაშებს თამაშობდნენ და სხვისი გაშავება შენ სასიკეთოდ თურმე შეიძლება, ну აი დებილივით რაღაცების მჯერა, რომ აი მე რო სხვისი მიხარია, სხვაც ესეა. ხახნო ძალიან ცუდი ადამიანი ერჩიეთ სასკანდალოდ. მე მაინც არავისზე ცუც არ ვიტყვი. მაინც არავის არ გავაშავებ და რომც ვიცი რაღაცები, იმასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვარ ეგ ადამიანი. სხვანაირად ვუყურებ სამყაროს. ნუ კი კოსმეტიკს არ გავზრდი იმითი, რომ სხვაზეც ვილაპარაკებ. იმითი გავზრდი, რომ გავაუნჯობესებ ხარისხს. მომხმარებელთან უფრო ახლო ურთიერთმექრობა. დავივიკიდოთ ეს ამბავი, მაგრამ ზოგ ტყუილს უბრალოდ ვერ გავატარებ. 2020 წელს მე გავაკეთე გადაცემა YouTube-ზე, სადაც თამო ვაშალომიძე მოვიყვანე სტუმრად. იწყება გადაცემა საკმაოდ უგემოვნოთ, ვიძახი რომ ჩვენ წიგნებზე ხო არ ვილაპარაკებთ მოდაზე რაღაცაზე, არ არის ლამაზი და კარგი ტონი არ იყო, პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო, მივდივართ თამოსთან და ოპერატორმა გადაიღო რაღაცა მის სახში სკრინები იქნება ბოლოს და გაჩვენებთ. რაც ძალიან აანერვიულა თამოს და გთხოვ გეხვეწები ეგ არ გავუშვა, იმიტომ რომ ჩემი იმიჯი შეილახება, მოკლედ ნუ აი ძალიან დამერხევაო რა ეს რო გავიდეს ეთერშია. ხო არ გაგიჟდი მეთქი, რა სისულელეა მაგას არ გაუშვებ ოპერატორსაც ვთხარი რომ შანსი არ არის მეთქი ეს მასალა წაიშალოს. დავამონტაჟეთ, გაუშვით, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ და მაჩვენეო წინასწარ სანამ გაუშვებ, რომ ეგ ნაღდათ არ იყოსო. ვაჩვენე. ნახა, დამიდასტურა, ამიტომ ახლა რო იძახის რომ არ ვიცოდი, არ ვიცი რა სიძახის და თან მართლა არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა, რადგან ძალიან მალევე გააკეთა იგივე გადაცემა თვითონ, სადაც მე დამპატეჟა, სხვათა შორის რატომღაც მიმაბულინგა. შენ ახლა იმაზე მეკმენები? ხო, იმაზე გეუბნების, ხო. კაი, ნუ ეგ იყო პიარი, ახლა მაგას ხო იცი რომ ვაკეთე. ხო, ანუ გუშინ დავდე გამოკითხვა, რომ უფრო კითხვა იყო ცოლქმრობაზე უფრო რა ხარ დაშორდნენ, რატო არ მიდის ამერიკაში, კიდე რატო ისე დამწვარი თმები, ამდენ სტუბლის თორებს დევს, მაგრამ ისე განადგურებული აქვს რა გაფუჭებ. ნუ ძირითადი თემები ეს იყო და კიდე იყო რომ აი დაუსვი კითხვაზე რატო არ შეიძლებაო, მაგრამ მე ეს ვიცი რომ პიარის თემა იყო და მე აქ გულთან არა, მომისმინე ახლა ყველაფერს ვაკეთებთ ხოლმე პიარისთვის, ლამაზად და კარგად რომ გამოჩნდეს. ინტერვიუს რო ვაძლევ, პირდაპირ ხვდები ხოლმე, რომელია არ ვიცი რატო, მაგრამ ნუ მე ეგეთ რაღაცები ზოგადად არ მწყენს, ხა ტელევიზორში რას ვაკეთებთ, რას ვიძახეთ, 1000 რაღაც შეიძლება თქვა დადგმული იყოს. და დასტურა რომ იცის ეს წინა ამბავი, იმიტომ რომ ეგეც გამო. და ეხლა არ შეიძლება, მე ხო არ ვიძახი ყველა. მე ხო დებილი დაბადების დღეს გილოცავ ბავშვებისას და მგონია რომ კარგი გოგო ხარ. არ შეიძლება. არ იყო ლამაზი თამო, არ იყო ლამაზი. და მაინც არ ვიტყვი არაფერს ცუც.